რასაც უყურებთ, ეს არის 73-მეტრიანი ბუდისტური ქალღმერთ კანონის ქანდაკება. ეს არის უზარმაზარი სულიერი კურორტის მთავარი ღირსშესანიშნაობა, რომელიც აშენდა 1988 წელს და სულ 3 ათწლეულის შემდეგ სრულად მიატოვეს. იაპონიის მთებში მიჩქმალული ეს ადგილი შეიქმნა როგორც შემოკლებული პილიგრიმობა. ერთი ადგილი, რომელიც იმეორებს ქვეყნის მასშტაბით არსებულ 33 წმინდა კანონის ტაძარს. დასვენების დარბაზებით, ოქროს პაგოდით, სტუმრებისთვის განკუთვნილი სასტუმროთი და უზარმაზარი ქანდაკებით, რომელიც ყველაფერს გადმოხურებს. ეს სულიერი მოგზაურობა უნდა ყოფილიყო. შეგეძლო ერთ საღამოში გაგევლო. მაგრამ ეს ხედვა დიდხანს არ გაგრძელდა. 2000-იანების ბოლოსთვის ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა. მოულა შეუძლებელი გახდა და მას შემდეგ, რაც დამფუძნებელი გარდაიცვალა, მთელი კომპლექსი ჩუმად დახურეს და მიტოვეს. დღეს ის სრულიად დაკარგულია რუკიდან, არც დაცვა, არც ტურისტები. ჩვენ აქ მოვედით, რომ გავიგოთ, რა არის ჯერ კიდევ შიგნით. გიგანტური ოქროს სტრუქტურებიდან, რომლებიც დემონების მსგავს ფიგურებზეა დაკრნობილი, დარბაზებამდე, სადაც ასობით ქანდაკება დუმილში იყურება და მივიწყებული რელიქვიები იმ დროიდან, როცა ეს ადგილი რწმენით ცოცხლობდა. ის, რაც ოდესღაც ლოცვისა და იმედის ადგილი იყო, ახლა დავიწყებული მონუმენტია გაქრობილი ოცნებისადმი. ეს ერთ-ერთი ყველაზე სიურეალისტური კვლევაა, რაც კი ოდესმე ჩაგვიტარებია. გონია, რომ ჩვენი აღმოჩენა აქ უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ოდესმე გვიფიქრია. დიახ, მეც კი წარმოვიდგენდით, რომ ასეთ ადგილს ვიპოვიდით. უბრალოდ Google-ებზე ვიპოვე. სიანდურეში მეგობარმა დავამიგზავნა, მითხრა წადი ნახე ეს ადგილი. მე აქ მოვედით და ყველა შენობა დავათვალიერეთ, როგორც თქვენ ახლა ხან ნახეთ. თქვენს თორებს არ დაუჯერეთ, რაც ამას ნახოთ. ეს ადგილი აშენდა 1987 წელს, როგორც ბუდისტური მომლოცველობის შემოკრებული ვარიანტი და იმ დროს სრულიად მასიური იყო. გზად ხართ ბუდიზმის სულიერი მოგზაურობისთვის? გულისხმობ იაპონიაში ბევრ საალცავსა და ბუდისტურ ტაძარში ყოფილვართ, მაგრამ მგონია, რომ ეს მათ შორის ყველაზე გამორჩეულია და თან მიტოვებულია. ხო. ესეთი საალცავი არასდროს მინახავს. და ჩვენ შეგვხვდა, როგორც ვფიქრობ, ბერები. დიახ. მე ვფიქრობ, რომ ეს მომლოცველი ბერებია, რადგან იაპონიაში არსებობს 33 ტაძრის მომლოცველობის მარშრუტი. 33 კანონი. კანონი. მომლოცველობა. ეს იაპონიის ერთ-ერთი უძველესია სინამდვილეში. მისი სიგრძე დაახლოებით 1000-დან 1200 კილომეტრამდეა. ეს სიგიჟეა. და მინიმუმ 60 დღეს ჭირდება. ხო, დაახლოებით ასე. ახლა ხან იაპონელი ბიჭი ვნახეთ, აქ ამოდიოდა და მოგვესალმა რაღაც ესეთი თქვა. ჰეი, და ის აქ ჩამოვიდნენ არადან, რაც აქედან შინკანსენით, მაღალი სიჩქარის მატარებლით 4 ან 5 საათია. გონი უბრალოდ ამ ადგილის სანახავად. ხო. იმიტომ რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო. და აქ რასაც ხედავთ არის მთავარი შესასვლელი კარიბჭე, რომლის წინაც ორი უზარმაზარი ქანდაკება დგას. ისინი ამ ადგილის ცველები არიან და თუ ამ კარიბჭით შეხვალთ, ისინი გაგწმენდნენ. და ხო, და ისინი აქ არიან, რომ ბოროტის სულები მოარიდონ. დიახ. ასე რომ თუ არ ცდებით, ეს აგიო. ცნობთ მას, რადგან პირი ღია აქვს და ეს სიცოცხლის დასაწყისს ნიშნავს. და ეს უნგიოა. მას იცნობთ, რადგან პირი დახურული აქვს. და ეს სიცოცხლის დასასრულია. და ესენი არიან ამის მცველები. ამის ხო, ობიექტის სალოცავი. მოდი თუ აქედან შევალთ, ჰავარი შესასვლელიდან შევალთ, განვიწმინდებით. სამუდამოდ. გრძნობ ამას. ძალიან განწმენდილი ვგრძნობ თავს. ძალიან ლამაზად განწმენდილი, ხო, ზუსტად ესე. და შემდეგ ეს სიგიჟე. მაგალითად, ერთ საინტერესო ფაქტია ამ ქანდაკების შესახებ ისაა, რომ ახლა როცა მიტოვებულია, იაპონიის მთავრობამ თქვა, რომ ყველა შენობას, რომელიც 60 მეტრზე მაღალია, უნდა ჰქონდეს. რა? საავიაციო სანათებია ხო? ხო, და ამ შენობას ავიაციის სანათები არ აქვს, ასე რომ მგონი ოდესმე მაინც უნდა დაანგრიონ. ხო, შეიძლება. ან ვიცი რომ სანათები აქვს, მაგრამ აღარ მუშაობს. ესე რომ შეიძლება რამე მსგავსი მოიფიქრო.
მოვიანებით უფრო მეც გეტყვით ამ ქანდაკებაზე, მაგრამ აქ შეგიძლიათ ნახოთ შესასვლელი. აქ გადაიხდიდით 500 იენს, რაც დაახლოებით $3 ან 3 ევროს უდრის, რომ ამ ადგილას შეხვიდეთ. ყველა იაპონური მონეტა აქვეა დარჩენილი, თუმცა ეს დიდად ფასეული არ არის, მაგრამ ყველა შესაძლებელი ისევ აქაა. ხო, და შემდეგ ამ ნივთების პატარა გამოფენაცა. რამდენიმე სპოილერი. კი. ამ უჩხულის ზომაზე მე და ლუკავ დაავდით. ურჩხული. ურჩხული? ეს შეიძლება ამ ქანდაკების ზომა. ამ ქანდაკების სიმაღლე 73 მეტრია. ეს დაახლოებით 200 ფუტია. ხო, და ის ხელში ბავშვს იჭერს და ბავშვი დაახლოებით 8 ჯერ დიდია ჩემზე. ანუ ბავშვი დაახლოებით 8 ლუკის სიგრძისაა და მთელი ქანდაკება 40 ლუკის სიგრძისაა. ესეთი რამე არასდროს მინახავს. ეს შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუდისტური ქანდაკება იყოს მსოფლიოში. ხო. ზუსტად არ ვიცი ყველაზე დიდი რამდენად დიდია, ალბათ ამაზე ბევრად მაღალია, მაგრამ ეს მაინც წარმოუდგენელი. ის ზევითა. და უკვე შევამოწმეთ კიდეც. შეგვიძლია შეგინთად შევიდეთ, მაგრამ ამისთვის ვიდეოს ბოლომდე უნდა იცოდეთ. პირველ რიგში ამ თელ ობიექტში გასეირნებას მოვიწობთ და გაგაოცებთ და ბოლოს დავასრულებთ. ვიზიტორთა მაღაზიაც კიდევ გვეჩვენებინა. დიახ, მართლა მინდოდა ეს მეჩვენებინა. საინტერესო, რადგან აქ სუვენირებია და ბევრი მათგანი ჯერ კიდევ ადგილზეა. ვგულისხმობ, რომ ეს მიტოვებული ადგილი მსოფლიოს სხვა ნებისმიერ წერტილში რო ყოფილიყო, ალბათ უკვე გაძარცული, გრაფიტებით დაფარული და გაქურდული იქნებოდა. მაგრამ აქ ვიზიტორთა მაღაზიაც კი სრულიად ხელუხლებელია. არის პატარა დაფა, რომლის ხიდვაც შეგიძლია და შენთვის პერსონალურად გააკეთებდნენ. დიახ, ეს სხვა ოთახშიც ვნახეთ, რომელიც ისეთი საინტერესო არ იყო, მაგრამ როგორც ჩანს, აქ შენი სახელი დაიწერებოდა და შემდეგ ნახავდი რისთვის გამოიყენეს. ეს ადგილი ფუნქციონირებდა 2012 წლამდე, მაგრამ ცოტა ხანს კიდევ გააგრძელეს, რომ ბუდისტი მორწმუნეები მოსულიყვნენ და მოინახულებინათ. 3 წლის წინ ბოლოს სტუმრები ოფიციალურად მოვიდნენ ამ ადგილას. მაგრამ ზოგჯერ ხალხი მაინც მონდის აქ რო ილოცოს. ქანდაკების პატარა მინიატურა. ღირებულება 1000 იენია. ძალიან სამართლიანი ფასია, ასე ვიტყოდი. ხო. ლამაზი ორიგამის გამოფენა. ხო. ცხვრებით. ეს მშვენიერია. ალბათ სიმბოლური მნიშვნელობა ქონდა ან რაღაც მსგავს. ალბათ აქ ზევითაა. ხო. ან ან თუნდაც რამდენიმე ყელსაბამი ზედ ფაშევანგია გამოსახული. არა. აქ მათ მაღაზიაც ან რესტორანიც კი ქონდათ ლუკ. ხო, პატარა კაფე. აქ შეგიძლია ნახო, რომ ის ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა 2012 წელს. ასე რომ ალბათ ამ ადგილას ზოგიერთი ობიექტი ისევ მუშაობდა. აქ წერია 2019 წელი, აქ კი 2018 წელი. და ეს იყო პატარა სამზარეულო, სადაც ამზადებდნენ საჭმელს იმ რესტორნისთვის. ალბათ ძალიან გემრიელ საჭმელს ამზადებდნენ. მოდით დავიდეთ უფრო შორს, ვაჩვენოთ ნამდვილი საოცავი ადგილები. დიახ. გინდა ესეთი შეხედვით ლუკა გააკეთო. ხო? ჯერ შიგნით აშვებს ვულვართ. არა, ცოტა შევიხედეთ, მაგრამ საინტერესო ჩანს. კარი დავხურო. იაპონიაში ძალიან პატივისცემით მინდა მოვიქცე. კარ ის პატარა ჩანს. ლოცვის პატარა ოთახია. იქ მანქანა ჩანს. მართალი. პირველად შენ დაინახე ისინი. რა თქმა უნდა. ხო, ისინი პირდაპირ ყველაფერს დატოვეს, როცა ეს ადგილი მიატოვეს, სერვისის მანქანებიც კი ან თანამშრომლობის მანქანები, ალბათ იაპონური სტილით, გასაღებიც კი დატოვეს შიგნით ან რაღაცა მსგავსი. მოდი მეორე მხარეს გადავამოწმებ. ელვის პრესლი. აღარ არის გასაღები. კარგი, მოდი ამ შენობასაც გადავხედოთ, რა სიურეალისტურია აქ ყოფნა. ისე განსხვავდება მიტოვებული ეკლესიების განმავლობით გადავიდეთ, ხო ასე? ესეც ხო სურვილები ვითარ არ არის. ან იქნებ არ უნდა შევეხოთ. ბოდიში. არ ვიცი, არც მე ვიცი. ჩვენ არ ვიცით. ამ საქმეში, ამ ადგილას ბევრს არ ვეხებით, იმიტომ რომ მაგრამ მე მდიოდა რომ შეგიძლია წაიკითხო როგორც. ეს ნამდვილად სურვილებია, ესეა. ესენი ბედის წინასწარმეტყველებებია და შეგიძლია აქ ჩამოკიდო. არ ვიცი, საიდან მოიტანე, მაგრამ შენ ჩამოკიდებდი შენს ბედს. და ჩვენ უკვე გავიგეთ ჩვენი ბედი და ჩვენ მივიღეთ. შენ ოქროსი იყავი, ხო ასე? ხო ასეა. მე ყველაზე მაღალი მივიღე, შენ მეორე ყველაზე მაღალი. ზუსტად ესე. გულისხმობ, ეს ადგილი ჩვენთვის იღბლიანია. ყველა სასმენი, კავა, საკე, ყველაფერი ღმერთების დასაკმაყოფილებლად.
1986 და 1999 წელს შორის იაპონიამ განიცადა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური აქტივების ბუშტი. უძრავი ქონება გაორმაგდა, აქციების ფასებიც საშიავარდა და ფული ისე მიედინებოდა როგორც არასდროს. მატარებლები, გოლფის მოედნები, სასტუმროები, არაფერი იყო შეზღუდული. ლემენტს. ეს ტაძარი პირდაპირ შედეგი იყო იმ ოქროს დროის. აშენდა 1988 წელს სპეკულაციის პიკზე, ეს კომპლექსი თავისი მრავალ დარბაზით, ოქროს პაგოდით, გიგანტური კანონის ქანდაკებით და სასტუმროთი იყო სულიერებაში მასიური ინვესტიცია. თავდაპირველად ტურისტები მოდიოდნენ, მომლოცველები ავტობუსებით ჩამოდიოდნენ. ბუშტი ჯერ კიდევ იზრდებოდა და არავინ კითხულობდა ფასს. მაგრამ როდესაც ბუშტი გასკდა 90-იანი წლების დასაწყისში, იაპონია შევიდა დაკარგულ ათწლეულში. უძრავი ქონების ფასები დაეცა, აქციები ჩამოიშალა, ბანკებმა ახალი სესხების გაცემა შეწყვეტეს. დასასვენებელი პროექტები, როგორიცაა ეს ტაძარი, ერთ ღამეში დაფინანსებასასა და სანდოობას დაკარგავდა. როდესაც ეკონომიკური ვარდნა 10 წლიანი სტაგნაციით დამკვიდრდა, ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა, მოვლა შეწყდა და დამფუძნებელი გარდაიცვალა. ფულისა და რწმენის გარეშე, რომლითაც კომპლექსი უნდა შენარჩუნებულიყო, მან კარი დახურა და სიჩუმეში ჩაიძირა. ვაუ. პატარა საოცავი ოთახი. მე გავიხდი ფეხსაცმელს, სანამ ტატამის ხალიჩებდა შევთ. კარგი. ტატამის იატაკები ჯერ კიდევ შესანიშნავ მდგომარეობაშია. მთელი ეს შენობა ჯერ კიდევ ძალიან კარგ მდგომარეობაშია, ასე ვიტყოდი. ძალიან კარგად აშენებულია. ნახე კანონის ყველა ქანდაკება. აქეთ. აქ არის თავად საკურთხეველი. ფაქტობრივად ყველაფერი, რასაც ისინი იყენებდნენ, აქ არის. გონია რომ ძალიან შვიდად გივას ხარ. ხო. ამიტომ ეს დაწესებულება იყო განკუთვნილი იმისთვის, რომ ადამიანებს ეპოვათ სიმშვიდე, განმანათლებლობა და ჯანმრთელობა. და ძალიან მოკლე დროში, რადგან ასე მათ აღარ მოუწევდათ მთელი მომლოცველობის გავლა. აქ კიდევ წევილიც არის, ნახე. რა? არა, ეს ხელნაწერი, წერილია ვიღაცისგან. ალბათ ავიარება, სურვილი ან რაღაც მსგავსი. კავი, ნება მომეც ისტორიად დავაბრუნო, რადგან ალბათ ვიღაცამ აქ დაადო. აქ ხის ნაკეთობები საოცარი. ხო. ისინი სივრცეს ძალიან კარგად იყენებენ. ხო. ყოველთვის არის ადგილი, რომ ბუნებრივი სინათლე შემოვიდეს. ინგლისური ცუდად ვიცი? ხო. როგორც გძნობ, ისინი ყველა მეტალისგან არიან. ესენი პლასმასისები არ არის. და ზოგიერთს აქვს მსგავსი. ესეთი რამ გაშემოხთ. ხო. ამას კიდე პლედი აქვს შემოხეული. და ესენი თიხისაა, ხო? ხო, ეგ გძნობს თავს. ეს ხოლ პატარა. ხო. წავიდეთ დიდთან. ჯერ კიდევ ძალიან კარგად სრიალებს. ხო. კარგი. ამ ხარისაც კიდე ბევრია შენობა, მალე ამათაც გაჩვენებთ. აქ იმდენი ინფორმაცია, რომ გვიჭირს ყველაფრის დამახსოვრება. ჩემი ტვინი თითქოს გადატვირთულია ესე. უი. ყველგან ინფორმაცია ყველაფერზე, პრაქტიკებზე, მაგრამ ეს არის შენობა, სადაც ყველა მთავარი ცერემონია ტარდებოდა და მთავარი საოცავი ოთახი იყო, ესე ვთქვათ. ხო, თაყვანისცემა. ხო. ხო, თაყვანისცემის ოთახი. არ ვიცი იგივეა თუ არა რაც ლოცვა. დიახ, მაგრამ თაყვანისცემის ოთახი. მაგრამ აქ ხალხი სავარაუდოდ სკამებზე იჯდა, სადაც ცერემონიები ტარდებოდა. ხო, ეს ტრიბუნას გავს. ხო. კარგი, მაგრამ ეს შენობაც ყველაზე კარგ მდგომარეობაში ჩანს. ხო, ეს არის. შიგნიდანაც ლამაზია. სავარაუდოდ ესეც ყველაზე გვიან გამოიყენებოდა. შიგნით რო შევედი, გაოცებული დორჩი. სულედ ესე. გაოცებული დორჩი. ეს კარი ღია იყო, ხო? ხო, მოდი ვნახოთ. ეს არის ის. კლაუხტონებული ვარ.
კარგი, შედი შიგნით. დიახ. ის შესაწირი 5 საოცარია. ადრე შუაში გერბი იყო, მაგრამ ეხლა ის უკრავს იმ სამბის სახუც, რომელიც ხო. გონია ეს პერსონალმა გააკეთა. მართლა არ ვიცი. ხო. შეიძლება ძალიან ძვირფასი იყო. ვაუ. ეს შესანიშნავია. ხო, ესე კომფორტულად ვარ. ასე სასიამოვნოა. კარგი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შეგნით. სუპერ დიდი ტაიკოს დოლი. მეორეა იაპონიაში. ეს მეორეა, მაგრამ ეს ცერემონიული ხარისხის. დიახ. ასე. ერთხელ ხაშუჯიმას კონზულზე ერთ სახში ვიპოვეთ ასეთი. ის ამაზე ოდნავ პატარა იყო. ის ბევრად პატარა იყო მგონი, არა? ალბათ ნახევარი ზომის იყო, ხო? მაგრამ აქ ასევე გაქვს ის ჯოხებიც, რომლებსაც ტაიკოს დასარტყმევად იყენებდნენ. მაგრამ კი, როგორც ადრე აღვნიშნეთ, ძალიან ღრმად არის კულტურაში ფესვგადგმული. საოცარი. ომისთვის გამოიყენებოდა. რელიგიური პრაქტიკებისთვის, კომუნიკაციისთვის. შენ. ეს ისეთი ლამაზი იაპონური ინსტრუმენტია. და შემდეგ. თაყვანისცემა. თვითონ სახულება აქვე გაიმართა. შეგიძლია დაიჯერო ეს. ეს სამსხვერპლო არის. უბრალოდ გიჟურია. ვაუ, ეს მონი იაპონური ჭაღის გამოსახულებაა. სწორია. ეს სუფთა ოქროა? ეჯვი მეპარება. მაგრამ ვფიქრობ თუ ასეა, მაშინ ეს ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც შეიძლება ასე არსებობდეს, რადგან ყველაფერი ასე რჩება. და იაპონელები ზოგადად საერთოდ არ იპარავენ. პატარაები გვერდებზე. ასევე შიგნით ქანდაკებებია. ღმერთებს ევედრე. ცოტა შოდო. რა არის ეს? შოდოს გავს. შოდო, ტრადიციული იაპონური კალიგრაფია, მელნით. დიახ, ჩვენც ჯერ კიდევ ბევრს ვსწავლობთ ამ ქვეყნის შესახებ. დიახ. ეს შესანიშნავია, სანამ ვიკულევთ მას. შეგვიძლია ერთად ამოვაჩინოთ. მინდა დაუკვირდე უფრო ახლოდან. ამ ჭაფს უფრო ახლოდან დაუკვირდე. ეს ჭაღი არა ის, რადგან არანთია და არც რამე მსგავსია. არა, შიგნით ზარები აქვს. ხო. შუაში რა არის? არაფერი. სულად არაფერი არის. ვაა, ეს დაახლოებით ეს ნახევარი უკა. უდაოდ. ეს უფრო 3. ხო. არ მგონია რომ მის უკან უნდა შევიდეთ. არა, უბრალოდ ნუ გავაკეთებთ ამას. არა, შეგიძლია დაინახო. თუ საკმარისად ჩოს გავიხედავთ. იქ ქანდაკებ. და სამობს ეს ციგნი ეს წინ. ო, იცი ეს რა არის უკა? მართალია. არ ვიცოდი რომ ეგ შიგნით ნაწილი იყო, არა. თუ სწორად გააკეთებ, შეგიძლია სამუდამოდ გააგრძელ. მე პატარაით ვცადე, მაგრამ ძალიან რთულია. ეს საოცარია. უნდა მოусმინო ხმას და შემდეგ იგრძნო ის. და რაც ამას იგრძნობ, ეს სამუდამოდ გაგრძელდება. ეს შუა უბრალოდ გიჟურია. ხო, უფრო ოქროსფერ ფანჩატურს გავს. ის უზარმაზარია. და შემდეგ აქედან ბოლომდე. ჩვენ კიდევ ერთი სამსხვერპლო გვაქვს და. იქ პატარა ქანდაკებაა. ესეც უფრო მცველს გავს. ხო. ამ ადგილის დამცველი. იმედია ყველაფერს სწორად ვაკეთებთ. ნახე, ძალიან წებოვანი იატაკია. ეს წებოვანია. ძალიან წებოვანი იატაკი. რა? რატო? როგორ? არ ვიცი აქ რა მოხდა. არა. ეს მცველის ნამუშევარია. ხო. აქედან გაეთ. კარგი, მოდი სადაც დაფიცვარდ ჩვენოთ.
კარგი. იქ ზემოთ ასევე არის ხის დაფები, რომლებზეც რაღაც წერია, არ ვიცი რა წერია, მაგრამ ალბათ რაღაც დანიშნულება აქვთ. წავიდეთ. ამ ჩუსტებით კიბეზე ჩამოსვლა საკმაოდ რთულია. ხო. გონია რომ ნებისმიერ წამს დავიქცევი. გონია ეს უბრალოდ ჩაულებრივი ვიზიტორებისთვისაა. ხო, მეც ასე ვფიქრობ. ფეხსაცმელებიც კიდე ყველაფერი აქვია დატოვებული. ხო. ამდენი main ეს სკვილი საკმაოდ კარგია. საკმაოდ კარგია. კარგი. სარდაფში ბევრი სანახავი არ არის, მაგრამ ერთი რაღაცა არის. რომლის დანიშნულებაშიც 100% დარწმუნებულები არ ვართ, მაგრამ საკმაოდ კარგი წარმოდგენა გვაქვს. თუ რისთვის იყო ეს ოთახი? თუ რისთვის იყო ეს ოთახი? შენ ფიქრობთ? ეს საოცარი ოთახია? და ყველას აქვს თავისი ინდივიდუალური საკურთხეველი აქვს. ასე რომ თუ ადამიანი გარდაიცვლება, ისინი შეიძლება იქირავონ ერთ-ერთი ასეთი საოცარი. და შემდეგ აქ თაყვანს სცემენ მათ. და ამ ადგილს საქმეულის დასაწვავად და შესაძლებად და შესწირის მისატანად ირენებდნენ. და ვალფერი. დაეხმარეთ მათ იმ ქვეყნიური ცხოვრების გზაზე, ასე ვფიქრობ. ზუსტად. აქ ქვემოთ შეეძლოთ ნივთების შენახვა. იქ მათი სასმელიან, მათი ისინი თავიანთ ლუდებს ინახავდნენ, რომლებსაც სტუმრებს თავაზობდნენ. მაგრამ კი, ასობით ასეთი არსებობს. ზუსტად. ამიტომ ვფიქრობ, ეს უფრო იმ ადამიანებისთვისაა, ვინც ახლოს ცხოვრობს. ხო. შეუძლიათ აქედან ერთ-ერთი იქირავონ. თუმცა ცოტა კიჩურად გამოიყურებიან. ძალიან პლასტმასისია. ხო. ძალიან უგემოვნოა. ეთანხმები. ხო. მაგრამ საინტერესოა. პირობითად რო ვთქვათ. იგრძნობა თითქოს ერთ-ერთ იმ სასაფლაოზე ხარ ევროპაში რო არის, სადაც კრემირებული ადამიანები ერთმანეთის თავზე არიან დასვენებული. მართალი. ხო. ჩვენ გვაქვს ინდივიდუალური ხუთების კედლები, სადაც ქოთნები, ურნები თავსდება. და ეს თითქოს ბუდისტური ვერსია ამის. ხო, არ ვიცი რომ ეს ერნები სავსე იყოს. ამ ოთახში ალბათ ძალიან ბევრი ინდივიდუალობა იგრძნობოდა, მაგრამ ეხლა თითქოს ყველაფერი ერთნაირია. მაგრამ ხო. გონია რომ ყველაფერი წაიღეს, როცა ეს ადგილი მიატოვეს. ხო. მართლმადია. კარგი. მოდი კიდევ ერთ ძალიან საინტერესო რამეს გაჩვენეთ. ფეხსაცმელი ისევ ჩაიცვით. ჩეკ. ეხლა კიდევ ერთ დაუჯერებელ რამეს გაჩვენეთ. შემდეგ მივიდივართ ყველაზე დანგრეულ შენობაში, მთელ ობიექტზე. ის სახურავი პრაქტიკულად აღარ არსებობს. ხო. მაინტერესებს, რატო სწორედ ის არის ასე ძლიერად დანგრეული? ხო. ჩვენ მიგიყვანთ იმ შენობაში იქ. ეს სამი ერთმანეთთან დაკავშირებული შენობაა, სადაც სხვადასხვა საოცავია. დაიცად. გამერის უკან დუამი კაცი. ვა. სინამდვილეში რა მახურავს თავზე? ვა. ნახე ეს? ხო, მგონი ის სვიტერიც, რომელიც გაცვია, არა? ლამაზია ხო ასეა. ჰეი ბიჭებო, თუ გინდათ დაგვიჭერეთ მხარი და დაგვეხმაროთ რომ გავაგზავნოთ ეს ექსპედიციები მსოფლიოს გარშემო და ვნახოთ ეს ადგილები, გადახედეთ DK Merch, ბული ახტერაშია და ესაა საუკეთესო გზა რომ დაგვიჭეროთ მხარი და დაგვეხმაროთ იაპონიაში მოგზაურობაში. იმიტომ რომ ეს გვიყვარს. გვიყვარს რომ გიჩვენოთ კულტურა და ისტორია. და ეს ძალიან განსაკუთრებული, საინტერესო, მიტოვებული ადგილები. ლომები გვეგებებიან, როცა შიგნით შევდივართ. ჰეი, ორი ლომი გვესალმება. ეს სინამდვილეში მარმარილოა. მაგრამ ყველაფერი არა, ხო? არა. არ ვიცი, არ მგონია მარმარილო იყოს. გონია რომ მუცელზე მპიზზე იხოდნენ ან რაღაც ეგეთი. მართლა? ხო. მე მგონია ეს პლიან მარმარილოს კანდაკება და 10 ევრო. 10 იენი. იანს. 10 იენი დაახლოებით 6 ევრო ცენტია თუ არ ვცდები. ხო. გავიკვირდება. ეს შენობა ინგრევა. так, საკმაოდ ცუდი სუმია. კარგი, ფრთხილად. არ მინდა ამაში დიდხანს დავჩე, ეს მონი მთავარი შესასვლელი დარბაზია. ხო. ორივე მხარეს მდებარე ორ საოცავთან. მაგრამ მოდი ხო. ჯერ ეს შენობა სრულ დიდებულებაში აჩვენე. ობიანი ჭერი, სველი იატაკი. ჰეი, მგონია რომ ეს სინამდვილეში აქტადებული ხელსავამია რა მსახული. ხო, ესენი ნამდვილად საოცავი მძივებია.
თხილად იყავი. მთელი იატაკი წყლით აასავსე. არ ვიცი, თითქოს ჩაკეტილია. არა, აქედან ავშევდივართ. ხო, ესეა, ეს ღია. დიახ. ეს მაგარია. აქ შევდივართ. ხო, აქედან შეგვიძლია შევიდეთ, მაგრამ შენთვის კამერა თითული იქნება. მოიცადე კამერას წამით მე ავიგებ. სუსტად გააკეთეთ, ხო? მადლობა. მაგრამ იქაც შესასვლელი იყო. ხო, მაგრამ ეგ მეორეა. გახსოვს ეს კიდე? არა. ეს რაღაც არ მახსოვს. არც ამაზე მაქვს ბევრი ინფორმაცია, რადგან ჩვენ ეს არ შეგვისწავლე. ნახე, ძალიან მაღალია, გამოსაკლევად. დიახ, მანდულა. ხო. ეს სინამდვილეში პირველი შენობაა, რომელშიც შევედით, როცა ეს ადგილი გამოვიკვლიეთ. ეს არის დახურული. 5 სართულიანი ტაძარია ესე ქვია მგონი. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ასე გამოიყურება. დიჟურად. ხო. დამაცადე, დავითვალო. 1, 2, 3, 4, 5. ხო. და ეს ტაძარი დედამიწის ყველა ელემენტს წარმოადგენს. წყალი, ქარი, ცეცხლი. ერთი გამორჩა? მიწა. როგორც ავატარი. და შემდეგ კიდევ ერთი ელემენტი. და თუ ამ ტაძრის ყველა 5 სართულს გაივლი, განათლდები. ეს არის ის, რაც მახსოვს ამით. ჯერა, აქაც ადრე წყალი იყო. დიახ. უდავოდ. მე გავაკეთებ. პირველად მინდა ბოლომდე ავიდე. ვაუ. აქე ზემოდან ძალიან მაგარია. ეს ალბათ ძალიან განსაკუთრებული იყო იმ ადამიანებისთვის, ვინც მაშინ აქ მოვიდა და ეს იხილა. ეს მართლაც საკმაოდ მაღალია. ხო. ამას არ ველოდი. კარგი, ჩვენ ასევე ავალთ 73 მეტრი სიმაღლის კანდაკების კიბეებზე. ხო. ეს რაღაც განსაკუთრებული იქნება. ხო. ბოლო. მოწამეობა, კანონი ჯერ კიდევ ველოდება. ეს ადგილი მშიერს ხდის, მაგრამ ამავდროულად უამრავი რამით მაოცებს. და იქ გარეთ არის. ჰეი, შეხედე. ჩვენ წაგვართ. იქ ხალხი დგას. აქ უბრალოდ ვისვენეთ, მგონი. და აქ შეგიძლიათ ნახოთ სასტუმრო. და ყველაფერი. კარგი, გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე. ხო, შემდეგ შენობაში წავიდეთ. მაგრამ ამ შენობით ყველაფერი არ მთავრდება. აქ ამ მხარეს კიდევ ერთი ნაწილია და სწორედ ამაში მთლიანად ჩამონგრეული სახურავი. მაგრამ, ვაუ. ხო, ამ მხარეს უკეთესი დღეებიც უნახავს. ხო. ფრთხილად იყავი, ფეხქვეშ ყველაფერი სველია. ფეხქვეშ ყველაფერი ელპება და ყოველი ნაბიჯი შეიძლება ბოლო აუვაშდეს. გულისხმობ. კი, ცოტა დრამატულია, მაგრამ ხო. ცოტა დრამატულია. წავიდეთ. მინდა შენ. დახუჭო თვალები. და გაახილო ისინი. მე როგორც ოპერატორი. არა, შენ, ადამიანები რომლებიც უყურებენ. გახსენი ისინი 3-ზე 2 1. შეხედე. ამას ეს არის. ნამდვილი სილამაზე. ონლაინში რაც წავიკითხეთ, შესაძლებელია 1000 კანონის ფორმა არსებობდეს. სენჯუ კანონი დამოკიდებულია განზრახულ სიმბოლოზე. ეს სრულიად საოცარია და ზევით არის ოქროს ქანდაკება და ის წარმოადგენს კანონ ბოსაცოს. ბოსაცო, თუ არ ვცდები, ეს არის ხშირად ესე თვალსაჩინო წარმოდგენილი ბუდისტურ ხელოვნებაში. 2 ბუდისტი ბერი ქვემოთ ლოცულობენ. ჯერა რო ეს პატარა ქანდაკებები ყველა გამბრძენილ არსებებს ასახავს, ხო ასეა? ბუდიზმის ქანდაკებლებს. ზუსტად. და თითოეული მათგანი განსხვავებულია. ხო. ეს მართლაც საინტერესო. ყველა სხვადასხვა მოქმედებას ასრულებს, ყველას განსხვავებული გამომეტყველება აქვს. ვაუ.
ეს საოცარია. ასევე აქვთ ესეთი დიდი კედლის პანელები. მართლაც დიდი ძალის მომაჩადეს ამ ადგილას, ხო? და ძირითადად იმ 10-დან 20 წლამდე რაც ფუნქციონირებდა, საკმაოდ წარმატებული იყო სინამდვილეში. იმიტომ რომ ამ ყველაფრის დამფუძნებელი ძალიან ცნობილი იაპონელი უძრავი ქონების აგენტი იყო და მან წარმოიდგინა ეს ადგილი და უბრალოდ ააშენა. იმიტომ რომ 80-იან წლებში იაპონიაში, როგორც ბევრმა იცის, ეს იყო იაპონიის ოქროს ხანა. მათ ჰქონდათ აყვავებული ეკონომიკა და ფიქრობდნენ, რომ შეერთებულ შტატებს გადაუსწრებდნენ. ან ასე ფიქრობდნენ ბევრი ეკონომისტი და ისინი ეკეთებდნენ ესეთ რაღაცებს, რათა თავიანთი სიმდიდრე ეჩვენებინათ. და შეხედეთ მზეს როგორ შემოდის. ეს ჯადოსნურია. ეს აბსოლუტური ჯადოსნურია. ყველა მათგანს რაღაც უჭირავს. ნახე ხურძენი, ზარი, ბელ, ხმა და უნარი, ლამპარი. მათი გაუმეტყველებებიც შესანიშნავია. თითოეული ალბათ ხელით იყო დამზადებული. ხო. და ისინი ისე გამოიყურებიან თითქოს თაბაშირისგან იყოს გაკეთებული. ხო. ალბათ ჩამოსხულია ფორმაში. დამნეულობას იწვევს. ზეს ახეზე მეფინება. ის როგორც კლოვე. მისი სახის გამომეტყველებაც შესანიშნავია. გაბრაზებული. გაბრაზებული? ის ძალიან ბედნიერი არ ჩანს ამის გამო. არა, ეს ჩემი მეზობელია, ძულს ის. ეს ყვავილს ტიტას უჭირავს. ნახე, შეხედე ამას. ის ჰოლანდიელია? მართლა ტიტას გავს. არც ერთი არ მინახავს, რომელიც ერთმანეთს გავს. და ნამდვილად შეიძლება 1000 იყოს, როცა უყურებ. არ მგონია რომ აქედან ბევრად ჩორს წასვლა შეგვიძლია. ხო, ამ ნაწილში არ წავალთ, რადგან იატაკი ძალიან სველია. ერთადერთი რაც უნდა აჩვენო, არის ის, რომ აქ ქვეშ რაღაც საკურთხეველიც არის. კი, არ ვიცი შევძლებ თუ არა. ეს არის, ხედავ ამას? არა, შეიძლება ცოტა უფრო შორსაც შევძლო ვიდრე აქ. ამისთვის ჩემი ყველაზე ცუდი ფეხსაცმელი მაცვია. კარგი, მივხვდი. ვიხდე? კარგი, პატარა გროტო, შიგნით საკურთხევლით და შემდეგ ბილიკის ბოლოს აქ მოხვიდოდი სალოცავად. ძიმეა. კარგი, ეს არა საუკეთესო პოზიცია გადასაღებად. ნახე, შეხედე მის სახეს. კიდევ ერთხელ გიჟური. ოთახი მოწამეობის გზაზე. საცკაინია რომ ესეთ მდგომარეობაშია, მაგრამ ხო, თავისებური შემზარავი სილამაზე აქვს. ამ მხრივ ეს ლამაზია, მაგრამ ასე არ უნდა იყოს. ასე არ უნდა ყოფილიყო. ხო, უბრალოდ ძალიან თკბებოდით ამით. მაგალითად, ფიქრობდით, რომ ნელ-ნელა უფრო მეც გავიგებდით იაპონურ ტრადიციებზე და იქნებ ტაძარს ან საოცავსაც ნახავდით, მაგრამ ეს აღემატება ჩვენს მოლოდინებს. ეხლა მივდივართ მთავარ ნაწილში, სადაც არის დიდი 73 მეტრიანი ქანდაკება და კიდევ რამდენიმე ოთახია, რომელიც უნდა ვერჩვენოთ იქ. ეს მზის შუქი კარგია. ხო, როცა აქ მოვედით, საკმაოდ მოღრუბლული იყო. მოღრუბლული. ძალიან მეშინოდა რომ დღეს თვიმე იქნებოდა, რადგან ეს ერთადერთი ღია ლოკაცია, რომელსაც იაპონიაში ვიღებთ. წავიდეთ უფრო შორს. მგონი აქ ორი საპირისპირო ტაძარია, შიგნით რამდენიმე ქანდაკება, გინდა ერთ-ერთი დაათვალიერო. ვაუ, ნახე აქ კიდე ბევრი მონეტაა დაყრილი. ხო. აქ 100 იენის მონეტებიც კი არის, თითქოს ყველაფერი დოლარებია და ასე შემდეგ. ხო, საკმაოდ ბევრი ფულია. სინამდვილეში ის კიდევ მონეტასაც კი ხელში უჭირავს. ხელში უჭირავს. ხო. კარგი. ხო, თითოეულ მათგანს ეს აქვს.
ნამდვილად, ხალხი ჯერ კიდევ მოდის აქ. ხო, ჩვენ რამდენიმე ადამიანი ვნახეთ იმ დროს, როცა აქ ვიყავით. მაშინაც კი როცა შენობაში ვიერებლით, მოვიდნენ, პატარა ლოცვა თქვეს და ისევ წავიდნენ. ზუსტად ესე. ვაუ. ისინი შესანიშნავად გამოიყურებიან. გონია რომ ეს ნამდვილი ოქროს დაფარვაა. არა, უბრალოდ ფიქრობდი, რომ ესენი ალბათ ოქროსი არ არის, ხო ესეა. ოქროს ქანდაკებები არა, მაგრამ აშკარად კაპრიალებული ოქროა. როგორც ოქროს ფენა. როგორც თხელი ფენა, ხო? შენ ასე ფიქრობ? იღებ აგats, ადებ ოქროს ფენას, მერე იღებ აგატის ქვას და ასე უსვამ და იღებ რაღაც ოქროს მსგავს იერს. ცოტა ალბათ გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში ასე გამოიყურება კაპრიალებული ოქრო. მე ვფიქრობდი ესეთი მასშტაბისა და სიდიდის შენობაში ალბათ ესეა. ეს ძალიან ძვირი არ არის, უბრალოდ ბევრ დროს მოითხოვს. და ამ ოქროს ვეღარაზუს მოვშორებ. ეს ძალიან შავია. უბრალოდ გამოვტოვე. ეშმაკის ფიგურას გავს. ხო, ეს სვანაირი ჩანს. ხო. ვაუ. ყოველ ჯერზე როცა შენობაში ვარ, ვფიქრობ, გადაღება. მერე გარეთ გამოვდივარ და ეგრევე პამ. ჯანდაბა. ეს არის ფინია. მოწამე, კანონი. აქ არის ადგილი, სადაც შენ ბოლო ლოცვას ამბობ. და ის დგას რაღაცა ლოტოსის ფოთოლზე. ხო. როგორც პიედესტალზე. ხელში ბავშვი უჭირავს. ვაუ. კარი. ჯერ კიდევ მუშაობს. ხო, აი ესე. მადლობთ. ამ ბილიკებსაც აქვს სახელი. მაგრამ სამწუხაროდ იმდენი ინფორმაცია იყო, სულ დამოვიცდა. ესეც გამოცდილების ნაწილია. და ისინი პატარა ზღაპრული კალიბჭებით გამოიყურებიან. შენ ასე ფიქრობ? მე ვფიქრობ ისინი უბრალოდ უკუტრებიერი. გულისხმობ რაღაცნაირი წარმოდიანა მაქვს მათზე, ასე ვთქვათ. თუმცა აქ სიარული საკმაოდ უნიკალურია. ხო. მაგრამ მოდი ჯერ აქ შევიდეთ, იმიტომ რომ ეს ბუდას სწავლობის გზაა. ეს არის ის, რაც ამ მხარეს არის წარმოდგენილი. და თავდაპირველად ვიფიქრე. როცა აქ შემოვედით, ვიფიქრე, რომ ეს უზარმაზარი ზარი იყო. ვაუ. აქ ეკო საოცარია. ეკო მართლა მაგარია. თუ აქ გვერდით შეხედავ, ჩანს დიდი ხის. ხო, წონა, რომელიც შეგიძლია ესროლო და ხმა გამოიწვიო. მაგრამ სინამდვილეში ეს ზარი არ არის. ხო, შეიძლება ვწდებით. მაგრამ აი მას სასტიკი დემონები ამაგრებენ, დრაკონები იცავენ. ხო, ხედავ, შეგიძლია ყვავილები და ყველაფერი დაინახო. ხო, მასზე ლოტოსის ყვავილებიც უნდა იყოს, ხო ესეა? ლოტოსის ყვავილები, ბუდები, ყველაფერი კარგად უნდა იყოს მორთული. ამ სახურავსაც ძალიან კარგი დეტალები აქვს. დაბნეულობა. ეს ეკო საოცარია. ხო, ხო, ჰაერში დრაკონებია, ან კიდე რაღაც სხვა. მაგრამ ისევე როგორც მეორე შენობაში მგონია, რომ აქაც ხალი იქნებოდა იმ დროს. ხო. და ხალხს აქ ათასობით და ათასობით მონეტა ჩაუგდია. ეს ის ხის ზონა, რომელზეც ვსაუბრობდი. არ ვიცი რა დანიშნულება აქვს ამას. არა, თუ ვინმე უყურებს ამ ვიდეოს და სურს მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოს, კომენტარებში იმის შესახებ რასაც ხედავთ, ამას დიდი მადლიერებით მივიღებთ. და ბოდიშს ვიხდით ყველა შეცდომისთვის ასეც დავუშვებთ. რადგან ნამდვილად არ გვინდა ეს, მაგრამ გვინდა ამ ადგილების შესახებ ბევრი ინფორმაცია მოგვაწოდოთ. ესაა ჩვენი საბოლოო მიზანი აქ. ასევე აქ ესეთ სახის კარის სახელურებია. ხედავთ ზემოთ იქ. ესენი ყვავილის თავებია. აქაც დიდი ფრესკებია, მთელი ოთახის მასშტაბით. ეს დრაკონები უკიდურესად მტრევადია. იქ ქვემოთ კიდევ ერთი უზარმაზარი დგას. ოთხთავიანი დრაკონი. ნეტავ შემეძლოს აქ ჩამოსვლა და იმ ზარის შიგნით ჩახედო. ეს ნამდვილად მისი დანიშნულება არ არის. საინტერესოა, არ ვიცი, ეს სულები, რომლებიც დჰარმას ბორბალს იჭერენ, ბოროტები არიან თუ არა ბუნებით, მაგრამ ჩანს, რომ ბუდიზმში ბოროტებას უფრო დიდი როლი აქვს იმაში, თუ როგორ არის ყველაფერი მოწყობილი და ასე შემდეგ. დიახ.
ასე არასდროს მიფიქრიობაზე. მაგრამ ეს ძალიან საინტერესო მიდიუმაა ამ საკითხისადმი. მოდით აქ წინა მხარეს შევხედოთ. ნახეთ. 5 ბუდა ზის თქვენს წინ, როცა ლოცულობთ. მათ ასევე ეს შოკოლადის პაიც მოგცეს. ეს კარგი საჩუქარი. საკმაოდ გემრიელად გამოიყურება. ეს ჭირა და ვისინჯოს. ძალიან კრემისებრი და წვნიანი ჩანს. არ ვიცი თითოეულს ბუდას თუ უწოდებენ, მე ასე არ ფიქრობ. არც მე, მაგრამ ის 5 განსხვავებულ ჟესტს აკეთებს. ხო. ხელების დაჭერა, ხელების ერთად დაჭერა. კიდევ ერთხელ მოგვეცი. ბუდიზმის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მაქვს. არა, სამწუხაროდ არა. ქრისტიანობაზე ძალიან ბევრი ვიცით, მაგრამ ბუდიზმი ჩვენთვის საკმაოდ ახალია. ხო, 10 კი ვიცი ერთმეტიანი რელიგია თუ არა. მოგწერეთ კომენტარებში. კარგი, უბრალოდ იმას გავაკეთებ, რაც შეგვიძლია. ეს მართალია, ხალხი ჩვეულებრივ საკმაოდ შემწყნარებელია, ასე რომ ზუსტად, ცოტა გაგვარკვიეთ. იცი. მოდი იმ შემდეგ შენობაში შევიდეთ სამ დიდ შევალთ და ბოლოს იქ ზემოთ დავასრულებთ. ჰეი, რიკი. ჰეი. უკვე აქ ვიდექი. დიახ. კინემატოგრაფიის შეხამება. ეხლა მოდი გაჩერეთ იმ შენობას იქ. ეს გაგაოცებთ. ფიქრობ იმისთვის, რომ ეხლა უკვე აპრილის ბოლოა, იაპონიაში ტემპერატურა. სასიამოვნო. ხალხი ამბობს, რომ იაპონია ძალიან ცხელი ქვეყანაა. მე მგონია ეს მხოლოდ ზაფხულშია ესე. აქ დიდი წარწერა. ცოტა თარგმნია ამის შესახებ, მაგრამ არ ვიცი რა ხდება ამ შენობის შიგნით. ეს მომლოცველობის ერთ-ერთი ბოლო ეტაპია, რაც ზუსტად ვიცი. მოდი აქეთ ჩავიდეთ. ნახე. ამას. ეს. ეს სიგიჟეა კამერაზე. ვაუ. ჩემთვის ესე ჩანდა. ჩვენ აღმოაჩინეთ ტერაკოტის არმია. ხო. ამ ოთახში მინიმუმ 1000 ქანდაკება. ისევე როგორც იმ მეორეში, აქაც იქნებოდა 1000 პატარა და 1 დიდი. ბოლოს ერთი. ბოლოს ერთი კანონი. ესენი ყველა ერთნაირია მაინც. დიახ. ჩვენი ცოდნით ასეა. მაგრამ შეხედეთ, როგორი ლამაზად სიმეტრიულად და ყველაფერი განლაგებული, მილიმეტრამდე. ჰეი. და აი აქ ნახევრად დიდი ერთია. ხო. დაჯერება გინდა თუ არა? ეს ყველაზე დიდი არაა. არა, ეს 2 ლესქვის ტოლია. ფრთხილად. ბოდიში. ეს 2 ლესლის ტოლია, ხო, რაღაც ამდაგვარი. ისინი მებრძოლებივითაც კი გამოიყურებიან, ნახე? არის. და ასე გავაკეთოთ. მებრძოლები. ისინი რაღაც ტიპის დამცველები არიან. და ხელში სხვადასხვა ნიუტები უჭიროთ. შეგიძლია ნახო. აჰა, მართალია. შვილდი, ხელსაბამი. ეს სხვადასხვა ნიუტები, თუნდაც დიტა, მახვილი. ძალიან საინტერესოა. მაგრამ აქ შუაში უზარმაზარი ქანდაკება. აქ დგას. სულად დაუჯერებელია. ვაუ, სინამდვილეში სიტყვები არ უყოფნის. ხო. უბრალოდ ისიამოვნე. არ იცის ისტორია, არაფერი იცის. ხო, არ მაქვს სიტყვები რომ აუწერო, რამდენად ლამაზია ეს. მინდა რომ ეს ადვილი ისევ ფუნქციონირებდეს. ბოდიში თუ ზოგჯერ ცოტა ჩუმად ვართ. ჩვენც ისევე დაბნეულები ვართ ამით, როგორც თქვენ. მილიონ წელიწადშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს აქ იქნებოდა. არა. 1000 ხელა მოწყალების ქალმრთი. როგორ იყო ეს? კიდევ ერთხელ ნახე რა ლამაზად შემოდის ის სინათლე უგმიდან. ალბათ ასე აშენებული. ხო. ასე საჩვენებლად არის აშენებული. ეს ნამდვილად უნდა იყოს 1000. ხო, მოდი ვნახოთ. 2, 4, 6, 8. და
თავიდან როცა შევედით, აი ოდეში უბრალოდ თქვი 25-40. ხო და კი თუ 30 რიგია ზევით, მაშინ ეს არის 1000. დასამალდი? თავდაპირველად როცა შევედით, ვიფიქრე, ვაუ, 2 რიგიაო, მაგრამ სარკია. კემისათოლე იაპონიაში დავკარგე, კარგი. დიახ. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. არა. ასე რომ ეს ოთახი კიდევ გრძელდება. ესე იგი, ესენი მინიატურებია? მინიატურული ტაძრები, ციხესიმაგრეები. ისე დიდია, აქ დრონსაც კი გააფრენდი. უკან კი ხედავთ ამ დიდ ქანდაკებებს და არაერთი არამედ დაახლოებით 15 ესეთი ქანდაკებაა. ოლაში არიან. წავიდეთ და გავიართ. აქ პატარა ირემია. ხო. ისინი მართლა საყვარლები არიან. შუაში უზარმაზარი სასახლეა ნახე. ხო. ეს უბრალოდ საოცარია. ასე. რა სტილობდნენ აქ. ახლებები. ვიცი რომ ეს არ არის სუპერ ავთენტური ტაძარი, როგორც 33 მარშრუტის ნაწილი, მაგრამ ეს ისეთი სიყვარულის წერილია ბუდიზმისადმი. ეს არის. ეს არის ბუდიზმის სხვადასხვა კულტურებში ალბათ. სხვადასხვა ტაძრებით. გონი ეს ალბათ ბავშვებისთვისაც იყო რაღაც საინტერესო, ვინც აქ მოდიოდა. იქნებოდა ესე, რა კარგია. ამ ადგილის ეს ნაწილის წარმომწას? ხო. სიტყვები არ მყოფნის ამის აღსაწერად, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს პატარა ტური მოგეწონათ. აქ შეგვიძლია ქანდაკებასთან ცოტა უფრო ახლოს მივიდეთ. ეს არის მაქსიმალურად ახლო წერტილი, სადაც შეგვიძლია მივიდეთ. იქ აწერია ჩასახვა. კონცეფცია ნიშნავს შობას. ხო. საინტერესო. ხალხო, ეს ის მომენტია. ეს მომენტი საბოლოოდ დადგა. ეხლა შევდივართ დიდ გოგონში, 73 მეტრის სიმაღლის შენობაში. შენობა, კანონი. კანონი. წავიდეთ. დროულს. შევიდეთ შინით. მე მაქვს. ხმა მოლოდინი მაქვს, რომ ამ ყველაფერში დადებით მხარეს დავინახო. ეს ძალიან მაგარი იქნება. კარგი. როცა პირველად ნახე ეს ადგილი Google Maps-ზე, ფიქრობდი, საერთოდ შეიძლებოდა თუ არა აქ შესვლა. ხო. მაგრამ უბრალოდ კარგი. ის უბრალოდ ღიაა. ზუსტად ზევით. კანონის შიგნით. საბოლოო გაჩერება მოულწოზე. მე ვფიქრობ აქ. ისინი აქ აღმოჩნდნენ. ნახე. ესენი ხობლოდ ის ადამიანები არ არიან, ვინც აქ მოვიდნენ, რომ თავიანთი სახელები ჩაეწერათ. ბოდიში. ისინი უბრალოდ აქ აკრავენ, რომ აჩვენონ აქ იყვნენ. როგორც ფინალი. თქვი მაგალითად, მე ეს პილიგრიმობა გავიარე. შეიძლება ეს ყველაფერი სხვადასხვა სახელებია. დიახ, ეს ყველაფერი განსხვავებულია. ხო, ეს ყველაფერი განსხვავებულია ნამდვილად, მაგრამ მე ეს ყველაფერი ერთმანეთს დაუკავშირე, თუმცა არ ვიცოდი რომ ეს შეიძლება მოულწო ყოფილიყო. შეიძლება საჩუქრების მაღაზიაში შეხიდლობენ და მე აქ აკრავენ, როცა მორჩებიან. ხო. ეს არის პატარა დაფა, რომელიც ნახეთ და ვიდეოს დასაწყისში გაჩვენეთ და ის პირდაპირ კედელზე მიმაგრებული ამ მთელ ადგილას. ასე რომ ეს ალბათ ყველა ის ადამიანია, ვინც ოდესმე აქ ეწვია. და ესენი სხვადასხვა საოცარი ადგილებია. ჩაულებრივ ამ ქანდაკებების სანახავად მთელი იაპონია უნდა შემოგვევლო, მაგრამ ეხლა ისინი მოდუ აქ ერთ ადგილას არიან. ისინი მთელ ამ ოთახში არიან განთავსებული. ჩვენ მხეცის მუცელში ვართ. ხო და კიდევ ერთხელ მთელი კედელიც. უბრალოდ ამ ფილებით არის ამოშენებული. ათასობით ადამიანი ყოფილა აქ წლების განმავლობაში. რო ის ფუნქციონირებდა. ლუკა მეუბნებოდა, არა, აქ 23-ზე მეტიო, იმიტომ რომ ინფორმაციაში ეწერა, რომ 23 იყო. და ეხლა ხედავ აქ 100-მდე სხვა ქანდაკებაა, ვფიქრობ, ვაუ, როგორ შემეძლოს შემძარეკავი. ხო, საბედნიეროდ დრო არ გვაქვს, რომ ყველა მათგანს დავაკვირდეთ. არა. აქ მოსასვლელად მოვედით. შიგნით.
ფიქრობდით რა, აქ 1, 2, 3 საათი დაგჭირდებოდა, მგონი უკვე 6 საათია რაც საკვართ. ეს არის გონიკი. ეს გზა თუ ეს გზა? მართლა მინდა. მართლა მინდა აქ ცოტა შევიდე. რადგან ეს ძალიან საინტერესოა. ძალიან პატარაებია. ხო. შეიძლება ასევე რაიმე შეთავაზებაც, რაც შეგიძლია მისცემ. და აქ კიდე უფრო დიდი ერთიც არის. ქალბატონის და მოწესრიგებული მამაკაცის პატარა ვერსია. კარგი, წავიდეთ. კარგი, იმ ტემპით არ წავალ, მაგრამ აქ ნახე, კედელიც კი დაფარულია. ხო. რამდენი ადამიანი ყოფილა აქ? მგონი საკმაოდ პოპულარული ადგილი იყო. ხო. ყოველ სართულზე ოთახებია. ყოველ სართულს თავისი ოთახები აქვს. ეს ისევ ასეა, არა? ეს განსხვავებულია. ეს ბუდისტური ნიშნებიდან ერთ-ერთია. ხო. ეს ბოლო. დღის ბოლო თავგადასავალია და ის რასაც ნამდვილად ველოდი. ვონი პირველ ფანჯარასთან ვართ. ალბათ ახლა უკვე მუხრებამდე ვართ. ხო, მოემზადე ძმაო. ეს ასასვლელი იქნება. კონჯერ ნახევარი წარაგვილია. ჭანდაბა. ეს გზა უსასრულოდ გრძელდება. აქ ხედია? ხო. ეს ის შენობაა, სადაც ეხლა ხანს ვიყავით. ხო. კარი. იმედი ამ თრივდა გამოსვლა, კალი ტრაგედია. კარი ჩაკეტილია. ეხლა თითქოს ბოლოში ვარ. იმედია. აქედან ზღვა ჩანს, შეხედე. გულისხმობ, კაცი ალბათ არ ჩანს. ცოტა კი. ცოტა. კარგი. კიდევ რამდენი დარჩა? გონი თითქმის მივედით. თითქმის იქ უნდა ვიყოთ. ეს შენობის ზედა სართული მსგავსია. ხო. უკვე ქანდაკებაში ვართ. რთულია დანახვა. აქ ზემოთ კიბეც კი არის. აუ. არ არსებობს. ზემოთ მიდის. ხო, თავისკენ. თავისკენ. მაგრამ ეხლა სად ვართ? არნაირი წარმოდგენა არ მაქვს. ამ ქანდაკებაში საერთოდ ვერ ხვდები სად ვარ. მოიცადე, ეხლა გაჩვენებ. რამდენიმე პერსპექტივას. რამდენად მაღლა ვართ? მგონი კამერით ეს რთული ასასვლელი იქნება. თუ აქ დავდივები, მგონი შევძლებ გადადებას. კარგი. კარგი. კიბე 1. ჩვენ კარგად ვართ. კიდევ 1. კარი, სტი კამერით გავაკეთე. ეს ეკო აქ საოცარია. ხო. არ არსებობს. ის კიდევ უფრო მაღლა ადის. კიდევ 1, კიბეა ზევით. თქვი რომ ის კიდევ უფრო მაღლა ადის. დიახ. აქ ბევრი ეკოა, მაგრამ ვიცი სად ვართ. იმიტომ რომ ქანდაკებაზე ჩვენს თავზე წერტილია. სწორი. და ეს არის წერტილი. კიდევ 2 კიბე. კიდევ 2? კიდევ 2. ეს კამერით უნდა გავაკეთოთ თუ როგორ. შემიძლია გავაკეთო. მგონი შენ. აპირებ, რემბოსავით მოიქცე. შენ ხო სიმავლის შიში კონდა ლუკ. ხო, მაგრამ ეხლა ჩაგეტინ სივრცეში ვარ, ესე რომ ეხლა ესე ცუდად არ ვარ. მგონი ეს პირდაპირ თავის ზედა ნაწილია. მეც ასე ვფიქრობ. ხო. გაჩვენებ, უსაფრთხოა თუ არა. მაგრამ ასე ვფიქრობ. მერტა. მე პირდაპირ. ეხლა თავს სამყაროს მწვერვალზე უგზნობ. შეხედე ამ ადგილს. ეს ხო სიგიჟეა. ეს სიგიჟეა. ეს გიჟურია.
easy. ეს არის ცხოვრება living. დიახ, ჩვენ შევძელით. ჩვენ ავედით ქანდაკების მწვერვალზე. ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ მიტოვებული სასტუმრო და ყველა ის სხვადასხვა ადგილი, სადაც პარკში ვიყავით. ეს საოცარია. არ მჯერა. რო ეს ადგილი ვიპოვეთ და აქ მოვედით. ეს ნამდვილად იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩენა. ვიცი, ბევრჯერ მithქვეს ომს, მაგრამ ეს შემთხვევა განსხვავებულია. ეს განსაკუთრებულად მოქმედებს ჩემზე. ეს კვლევარის გულს ეხება. სიტყვები არ მყოფნის ამისთვის. ეს საკმაოდ რთული ასვლა იყო. სრულიად დავიღალე. წყალი მჭირდება, სუში მჭირდება, ჭირდება. ყველაფერი მჭირდება, მაგრამ რა საოცარი აღმოჩენა იყო. ხო, ეს იყო. ისე ლამაზია. და ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია დრონით გადაღება მზის ჩასვლისას. ეს იქნება მშვენიერი. ვიმედოვნებთ, რომ თქვენ ჩვენთან ერთად ეს თავგადასავალი მოგეწონათ. შინტოს საოცავია. არა, შინტო არა. შინტო. შინტო ბუდისტური ტაძარი. შეიძლება ითქვას, რომ მას ვერ უწოდებთ ტაძარსაც კი. ხო, არ ვიცი. მოლოცვა. ის ისეთი ავთენტური არაა, როგორც იაპონიის ზოგიერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობა ტაძრებით და სხვა მსგავსი რამეებით. მაგრამ ჩვენთვის ეს უბრალოდ წარმოუდგენელი. დიახ. დაიმედია თქვენთვისაც. კანონ დიდი მადლობა რომ მიგვიერეთ აქ. კანონი. კანონი, როგორც არ უნდა გამოითქვებოდეს. მადლობას გიხდით ყველას აქ ყოფნისთვის. დიდი მადლობა. მოიწონეთ, გამოიწერეთ და დაწერეთ კარგი კომენტარი ქვემოთ. და მომავალ კვირას ისევ ვნახავთ. მომდევნო კვირამდე. ნახვამდის, ყველას დავიყვარხეთ. ნახვამდის.